ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს დილემშვიდობის. ფინანსთა მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ადგილობრივი საწარმოების დათვალიერებას განაგრძობს. დღეს ნოდარ ხადური გასვლით შეხვედრას მართავს მარნეულის რაიონში. ჩვენ ხა საშუალება გვაქვს გავესაუბროთ ფინანსთა მინისტრს. ბატონო ნოდარ, გამარჯობათ. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დებიუტი თქვენი რადიო იმედის ეთერში, მას შემდეგ რაც გახდით მინისტრი. იმედია ეს გაგრძელდება. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბატონო ნოდარ, თუ შეიძლება დაგვიკონკრეტოთ, უკვე იყავით თუ არა რომელიმე საწარმოში და ადგილზე რა ვითარება დაგხვდათ? ანუ რას იმსახურება ეს გასვლა? ვიყავით, კი ბატონო, ჩვენ ვართ სოფლის მეურნეობაში არსებულ პოტენციალს ვიყავით მინდვრებში დავათვალიერე. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ნათესები, ეს არის როგორც ხორბლის ხანა, არის ქერი, არის ნიორი, არის კიტრი, პომიდორი, არის მთელი სპექტრი, ასე ვთქვათ, წარმატებული, დაწყებული საქმეებისა და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა გავეცნო ასეთ დიდ პოტენციალს. ისა რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ. და ადგილზე თქვენ ალბათ გქონდათ საშუალება გასაუბრებოდით თავად მეწარმეებს, ფერმერებს, ანუ იყო თუ არა მათი მხრიდან გარკვეული პრეტენზიები, ან თუნდაც აქვს თუ არა მათ რაიმე მოთხოვნები? ვაგრძელებ ახლაც ამ წუთასაც მე მარტო არ ვარ. ბატონი მიხოს მიმონიშვილია ჩემთან ერთად, ჩვენ ერთად მივდივართ სხვა საწარმოს დასათვალიერებლად, საუბრობთ გზაში, ძალიან საინტერესო იდეებია, ძალიან საინტერესო მოსაზრებებია. დასთავარია არის აბსოლუტურად საღიხედვა იმის, რომ თუ ჩვენ დარგს შევქმნით პირობებს, თუ კი სწორად დავინახავთ მის მომავალს რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენ შეიძლება სერიოზული წინსვლა გქონდეს ამ მიმართულებით. და აქვე აუცილებლად ვისარგებლებ შემთხვევიდან უნდა გკითხოთ კვერცხის მწარმოებლებთან დაკავშირებით. პრეტენზიები მუდმივად ისმის ფინანსთა სამინისტროს მისამართით, მათ შორის ის, რომ სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება გათავისუფლებულია გადასახადებისგან, გულისხმობ დამატებული ღირებულების გადასახადს, თუმცა ეს არ ეხება კვერცხის მწარმოებლებს. შესაძლებელია თუ არა გაითვალისწინოთ მათი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა? ამ შემთხვევაში ჩვენ კომპლექსურად უნდა შევხედოთ სურათს, კომპლექსურად უნდა დავინახოთ, ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხებსაც. ეხლა მზადდება საგადასახადო კოდექსის შესახებ ცვლილებები, მათ შორის ზოგადად სოფლის მეურნეობის დაბეგვრასთან დაკავშირებით მუშაობთ ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასე რომ მეწარმეებს მალე შევატყობინებთ ჩვენს მოსაზრებებს. ანუ შესაძლებელია რომ მათი მოთხოვნის გათვალისწინება მოხდეს და ამით მე არ მინდა ეხლა ზეპირი განცხადებები გავაკეთო, ყველაფერს სჭირდება გაანგარიშება, ყველაფერს სჭირდება დასაბუთება, ჩვენ ვზად ვართ იმისათვის, რათა სურათს შევხედოთ კომპლექსურად და მივიღოთ კომპლექსური და სწორი გადაწყვეტილება. და აქვე კიდევ ერთი თემა გადამზიდავებთან დაკავშირებით, რამდენიც ჩვენთვის არის ცნობილი ბიზნეს ომბუდსმენი არის ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში. გარკვეული შეთანხმება ამ გონი არის მიღწეული. არის თუ არა აქ რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯები მოხდა თუ არა? ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო და არის და მე ამაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ ჩვენი ამოცანაა ბიზნესს შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამავე დროს არ დაუშვათ ქვეყანაში ფინანსური წესრიგის მოშლა. ეს პირობები, ამ პირობებზე ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ბიზნეს ომბუდსმენის მონაწილეობით, მათ შორის გადამზიდავებთან ერთად და ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე დღეში ასე ვთქვათ, გარკვეულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ისე რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდება ამ შემთხვევაში. ხადია პირველ ყოვლისა არ უნდა დაზარალდეს ბიზნესი, ამავე დროს არ უნდა დაზარალდეს სახელმწიფო ბიუჯეტი. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენს კითხვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პასუხობდა, მას ასევე მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ადგილობრივი საწარმოების დათვალიერებას განაგრძობს. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. განვაგრძობთ გადაცემას საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი მთავრობას ეკონომიკური მიმართულებით კონსულტაციებს გაუწევს, როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, ის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფში შევიდა. მისი თქმით, მათი მიზანია აბრეშუმის გზის მიმართულებით, ასევე ცალკეულ ენერგეტიკულ პროექტებთან მიმართებაში საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის გაძლიერება. ამ საქმით ისედაც ვიყავი დაკავებული, აცხადებს ხუხაშვილი და ამ კუთხით მთავრობას აქამდეც ვეხმარებოდი, თუმცა რადგან საზოგადოებაში აჟიოტაჟი არსებობდა და ვერ გაერკვია რა იყო ჩემი
ფუნქცია აღნიშნულ ჯგუფში შევედი და ეკონომიკური მიმართულებით მივცემ რჩევებს და რეკომენდაციებს მთავრობას აღნიშნა გია ხუხაშვილმა. მისივე განმარტებით აღნიშნულ საქმიანობაში ის ხელფას არ აიღებს. მისივე ინფორმაციით აღნიშნულ ჯგუფში სხვა პირებთან ერთად შედიან ზურაბ აბაშიძე და ირაკლი მენაღარიშვილი. მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელს გია ხუხაშვილს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ხუხაშვილის დახმარებით სახელმწიფო სატრანზიტო გადაზიდვების ბიზნესის დაბრუნება შეძლო. პრემიერმა განაცხადა, რომ გია ხუხაშვილი უშუალოდ იყო ჩართული მოლაპარაკებებში ბიზნესმენებთან, რათა სახელმწიფოს მისი კანონიერი უფლება სატრანზიტო გადაზიდვების კონტროლთან დაკავშირებით დაებრუნებინა. ჩვენ ეს ბიზნესი რკინიგზას დაუბრუნეთ, ამაში 5 კაცი იყო ჩართული, ამას ბიზნესს ეძახდნენ. სატრანზიტო გადაზიდვები არის სახელმწიფოს საკუთრება და ყველა კაპიკი ამ საქმიდან უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება, განაცხადა ივანიშვილმა. ქართული მინერალური წყლების ექსპორტი იზრდება. მინერალური წყლების ექსპორტი 2013 წლის იანვარ-მარტში 35%-ით მეტია, ვიდრე 2012 წლის სამ თვეში. საქმეთის ინფორმაციით ამ პერიოდში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 15,616,000 დოლარის ღირებულების მინერალური წყალი გავიდა. 2012 წლის იანვარ-მარტში კი 11,517 მილიონი დოლარის მინერალური წყლები ქართულ საექსპორტო პროდუქციათა შორის მეშვიდე პოზიციას 2,8%-იანი წილით იკავებს. და ბოლოს მაქტიკუმმა სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო უწყებებისთვის გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში ისევ გაიმარჯვა. 3 თვის წინაც და ახლაც უპირატესობა მაქტის საუკეთესო ტარიფებიდან გამომდინარე მიენიჭა. სახელმწიფო სტრუქტურები ერთმანეთში სასაუბრო ნულოვანი ტარიფის გარდა ჯეოსელის აბონენტებთან სასაუბროდ მხოლოდ ძარის წამოწყებისთვის იხდიან 5 თეთრს, ასევე მაქტის, ბალისა და ბანის აბონენტებთან, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებს არ წარმოადგენენ. გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის 1 მაისიდან შედის. ამ დროისთვის სულ ეს იყო ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებით. უკვე განახლებული ინფორმაციებით რადიო იმედის ეთერს დაუბრუნდებით 16 საათზე და 15 წუთზე. თქვენ კი დარჩით რადიო იმედის ტალღაზე, წინ უამრავი საინტერესო ინფორმაცია გელოდებათ და მე ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.